გურჯაანის ახალგაზრდული ფორუმი 2026. მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დღეს კაჭრეთის ამბასადორში გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის ღონისძიება გაიმართა. წელს მთავარი თემა ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი, შესაძლებლობები, რისკები და მომავლის პერსპექტივა იყო. ფორუმი მოიცავდა როგორც სიტყვით გამომსვლელებს, ისე ინტერაქტიულ სესიებს, ახალგაზრდული ინიციატივების პრეზენტაციებს, თემატურ დისკუსიებსა და კულტურულ შემოქმედებით კომპონენტებს. წინა წელს ვიყავ როგორც მსმენელი და ჩემთვის იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ გადავწყვიტე წელს როგორც სპიკერს, ისე მიმეღო მონაწილეობა. თემატიკა საკმაოდ საინტერესოა და ვიტყვი, რომ ჩვენი ყოველდღიურობის ამოცანაა. ეს არის ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი, რაც ახალგაზრდებისთვის საკმაოდ საინტერესო, ინოვაციური საკითხია და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანიც. რაც შეეხება უშუალოდ ფორუმს, ასეთი ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის, დიდი мотивაციაც არის და საკმაოდ დიდ სარგებელსაც ვიღებთ. გურჯაანის ახალგაზრდულ ფორუმში პირველად ვარ როგორც სპიკერი და ჩემთვის ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდგომ ეს დამეხმარება უფრო კარიერულ წინსვლაში და მომავალში უფრო ბევრ სხვადასხვა პროექტის მონაწილეობის მიღებაში. რაც შეეხება პრეზენტაციები ძალიან საინტერესო იყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს ახალგაზრდულ ფორუმს, რომლის მიზანიცაა ჩვენს ახალგაზრდებს მომავალ თაობას შეუწყოთ ხელი და მივცეთ საშუალება, რომ გაიღრმავონ ცოდნა, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილებები, გამოიმუშაონ ლიდერული უნარჩვევები. ასევე სასიხარულოა, რომ დღეს ფორუმს გურჯაანის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობას იღებს 120 გურჯაანელი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანისთვის დღევანდელი დღე იქნება ცოდნის გაღრმავების, ურთიერთობების გაღრმავების და ახალი შესაძლებლობების დღე. ყველა რესურსი ასეთი ტიპის ღონისძიებაში ჩადებული არის ჩვენი ქვეყნის მომავლის განვითარებისკენ ორიენტირებული და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის წვდომა ციფრულ ტექნოლოგიის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განათლებაზე, რაც საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ მათ მოუტანს კიდევ უფრო მეტ წარმატებას ცხოვრებაში და რა თქმა უნდა განათლებული ჩვენი მომავალი და შავმავლობა კიდევ უფრო მეტად წარმატებულს გახდის ჩვენს ქვეყანაში.